სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ. დღეს ახალი სტილით 27 იანვარს წმინდა მართლმა დიდებელი 60 კულო ეკლესია მოიხსენიებს ქართველთა განმანათლებელს, წმინდა მოციქულთა სწორ ქალწულ ნინოს, წმინდა ღირსმოწამე მამებს სინასა და რაითს, სარკინოსთაგან მოწყვეტილებს, ღირს იოსებ ანალიტელს, ღირს თეოდულეს, ღირს სტეფანეს, ჰინოლაკოს მონასტრის აღმშენებელს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ იხსენიებს ჩვენი ქვეყნის განმანათლებელს, წმინდა ნინოს. 1 ივნისს ვზეიმობთ მის შემოსვლას საქართველოში. დღეს კი მის გარდაცვალებას აღვნიშნავთ. წმინდა ქალწული 14 წლის იყო, როცა ჩვენს ქვეყანაში მოვიდა და თავისი მადლიანი სიტყვით მთელი ქვეყანა ქრისტეს ნათელს აზიარა. სიცოცხლის მიმწუხრზე ნეტარმა ნინო მითხოვა, რომ კახეთში, ბოდბეში დაესაფლავებინათ. წმინდა ქალწულის გარდაცვალების შემდეგ მირიან მეფემ მის საფლავზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო. დღესვე არის ხსენება ღირსი იოსებ ანალიტელისა, რომელიც ბრძენ იყო და სწავლულ ყოვლითა საქმითა და ღმერთი იყო მის თანა. ერთხელ მასთან მისულმა ბერმა იღილა იგი ყოვლადვე თავით განვიდრე ფერხამდე, ვითარცა ცეცხლი მოთხინარე, დგაირა იგი ლოცვასა შინათვისსა. ღირსმა იოსებმა შეიტყო რა, რომ საქმე მისი გაცხადდა და შეწუხდა და უფალსთხოვა დაეფარა მისი ღვაწლი. იმ დღის შემდეგ ნეტარი მოსაგრე აღარავის ეჩვენებოდა. 6 წლის შემდეგ წმინდა იოსებმა მისი მოწაფის ამბაგელოსის სენაკის კარზე დააკაკუნა. გელოსიმ თავისი მოძღვარი რომ დაინახა უსაყვედურა, რად დამტოვე ობლადო. მაშინ ღირსმა იოსებმა აუწყა, მე არსად წავსულვარ, არც წმინდა ზიარებას მოვკლები ვარ, მაგრამ თქვენგანი არავინ მხედავდა. წმინდა მოსაგრემ გელოსისთან მისვლის მიზეზიც გააცხადა. დღეს მივიცვალები ხორცს და ამათგან უბადრუგთა უფლისა ჩემისა და ვინებე რაითამცა შენ დაამარხენ იგინი. ამბა გელოსი გულმოდგინედ უსმენდა მოძღვრის უკანასკნელ დარიგებას, სარგებელისათვის სულისა და მოლოდებისათვის კეთილისა მერმისა საუკუნოისა. ღირსი იოსების გარდაცვალების შემდეგ პირი მისი ბრწყინავდა ვითარცა მზე. ბერებმა დიდი პატივით მიაბარეს მიწას წმინდა ცხედარი. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.